იბაზრებს როგორც გიქ. Gar keine Ahnung mehr habe. Ich werde nicht stroppen. Sag bitte, bitte. Ale menšerber ten bruder. ერთი ორი დევი ხალე ხმამა ხა მაჩაახონი კარგი ჩვენი ჩემი კამერა აფერეობდა It's the jungle, the grind. It's the jungle. Storm heavy. ვინც გიჭერებს აი გასწორდით გეთაყვა თამაშა გოგო. გასწორდით მიკროფონთან 3 2 1 არ დაგავიწყდეთ მუვი ვერსი 3 2 1 გამარჯობა. გამარჯობა ცი დღეს ძალიან რატო დაჟინეს გვითყლაშუნებს ეს ერეკლე ყურებში ამ ხელს მეყაურა ენერგეტიკა მოცემულობა მონაცემი მეორე გადაცემა ადამიანობა სული ღარი ვალდო დაგვიკრა სტაში მოკლედ და მე გაიქცეს ყურთან ჩვენთან რომ რაღაც გამოგვიყურთ გამარჯობა ნა როდის მოხვედი გამარჯობა ნათია ჩემო სიყვარული გოგონია თქვენ საფირმო მისალმებაზე ვგიშდა მართლა ხო და არისო და ვიღაცამ თქვა კაიაო და მე შევყევით და სულ ესეთი გაჩნდა და არაჩვეულებრივია მოგესალმები სერიოზული გადაცემა იყო სხედან და ზიანს აყენებენ საზოგადოებას ცოტა სერიოზული გადაცემა მოგესალმებით მეგობრებო დღეს ჩვენი ეპიზოდის პოდკასტის ნომერია არაჩვეულებრივი ადამიანი ქალბატონი ნათია გაბელაშვილი რომელიც შეუძლებელია ესე რომ არ გადავიდე შენ სახელს და გვარზე იმიტომ რომ ძალიან კარგი გოგო ხარ ნათელი ნათობი ვითარცა ხო გრძელფეხება ტანადი ცისფერთვალება პირველ რიგში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ნა არ შემიძლია არ დაგეკითხო ქალბატონი ხმა ქალბატონი ნათია გაბელაშვილი ოღონდ ეს გეტანებოდა რა მაგ შესატენი გოგო ავი გა ესე იგი მოგესალმებით გამარჯობა დიდი სიყვარულით მოგესალმებით თქვენ საფირმო ესე იგი მისალმებას ეგ უნდა იყოს იმიტომ რომ ძალიან მაგარია პირველ რიგში ხანად აი საოცარია თქვენი ის არის რა როგორ გაწკეპილები ვიყავთ დღეს ორი ახლა თანხwebdriver-ში ხართ ფერებით აი იმუშავეთ ალბათ სანამოვიდოდ მინდა ანუ პირველ რიგში აი სერიოზულად რომ ვისაუბრო მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი და ანუ ნიშნულოვანი ამბის წამოწყება და ბევრ წარმატებას აუ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გვიხარია რომ მოხვედი და ჩვენი ნაწილი ხარ ჩვენი ნაწილი იყო ყოველთვის ჩვენ მოვაპარაკობდი ჩვენ არის ჩუბოთ სპეციალურად თქვენი მაინტერესებდა დამეხმარებოდი თუ ხო და გეხმარები მე ხო ხედავ არ იყო ბუნებრივი აი ბუნებრივი იყო მოკლედ ნათია არის პროფესიით მსახიობი ამჟამად ხარ რადიო წამყვანიც გახმოვანების მსახიობი და ჩვენი გზები გადაიკვეთა ლეგენდარულ აჭარა.net.com-ში მაშინ გავიცანით ჩვენ ერთმანეთი სევდანარები სიყვარულით გვიყვარს დღემდე ყველას ის აჭარა.net რაც იყო ეხა დაბრუნდაო მაგრამ არავინ აღარ არის იქ 3-4 ადამიანის გარდა ჩვენ გქონდა რაღაცა დიდი ოჯახი ხო იმედია ნელ-ნელა შეივსებ ჩვენ გქონდა დიდი ოჯახი სადაც მართლა ტირილამდე გვიყვარდა ერთმანეთი და რა სიგიჟე იყო ეს აი დღემდე არ მჯერა რა აი არსებობდა ეგეთი სამსახური, სადაც ყოველი სამსახურის დასრულების შემდეგ ვსვამდით, ან ფხიზლად ვიყავით, ნამცხრებს ჭამდით და ვტიროდით და ერთმანეთს კოცნიდით და ვეფერებოდით. კაი, აჭარა.net-მდე მე მაინტერესებს, საერთოდ როგორ მოხდა? აჭარა.net-მდე არ ახმოვანებდი, ხო? მე ხო, რადიოდან მოვიდა აჭარა.net-ში, ჩვენსავით რადიოდან მოსულა. მოგიყვებით როგორ მოხდი? კი, რადიო. როგორ მოხდი და შენი გზა გვითხარი. აუცილებლად. რადიოში მუშაობდი ერთ-ერთ რადიო სადგურში, მოკლედ და ერთ დღეს მოდის იქ ვინც იყო ხმის ინჟინერი, რომ ესეთი ამბავი ხდება. იწყება ქართულად ფილმების გახმოვანება, ეძებენ ქალს. და მე უკვე ვარ შეთანხმებული, ვიქნები რეჟისორი და მოდი შენ ქალ ღმერთი ხარ. ქალს ეძებდნენ. ნუ ისინი ქალს ეძებდნენ, მაგრამ ღმერთ ქალი აღმოჩნდა. მივედი, ანუ რა თქმა უნდა, წავედი ძალიან ბედნიერი, მეთქი კი როგორ არა ამ ჩემ შეუმდგარ მსახიობობას და არტისტობას შავდე ფილმების გახმოვანებაში წავედი ძალიან ბედნიერი.
იყო ეს ბიჭი, ანუ ეს გიორგი, ვინც იყო ჩვენი ხმის რეჟისორი, მე და ერთი ბიჭი, რომელთან ერთადაც გავახმოვანე ფილმი, მაგრამ არ მახსოვს სამწუხაროდ ამ ბიჭის სახელი. გავახმოვანეთ ფორსაჟი, რომელი არ ვიტყვი. მე ვიცნობ მაგბის. მე მგონი კი არ ვიცნობ. მიშა იყო. ძალიან კარგი ბიჭი იყო. კი. მასანგანში თამაშობდი მე და ჩემი რეჟისორი იყო სცენარისტი. მაშინ ძალიან ახლო კარგი ურთიერთობა მოკითხა აქედან მიშას. აი მოკითხა მიშას არ ვიცი სად მიშა მოკითხა ბოდიში რომ არ მახსოვდა სახელი. მოკლედ ეს რა თქმა უნდა ამ ფილმის გახმოვანებას ახლა მოვუდით 5 საათ ნახევარი. იმიტომ რომ გონზე არ ვიყავით ვის სად როდის რა უნდა გვექნა. და გუგა ახლა არ ვახსენო, რომელთანაც პირდაპირ კონტაქტი მქონდა, ნუ ამ მომენტისთვის. გათენდა მეორე დღე და ეხა ველოდები რომ დამირეკავენ ჩემი ახალი სამსახური და ნუ მანამდე ვიცოდი რომ ელაპარაკონ მოვეწონე და კი, რა თქმა უნდა, გავიდა ერთი დღე არ რეკავენ. გავიდა მეორე დღე არ რეკავენ. გათენდა მესამე დღე და ვრეკავ გუგასთან. აი ეხა უკვე შენ რეკავ. მეთქი ანუ რა ხდება დამიწუნეთ არ მოგწონვართ რა გავაკეთე რა დავაშავე არაო მეო ვიციო ინფორმაციაო რომ თქვენო არ მოგეწონათო ანუ ჩვენთან მუშაობაო მიუღებელი იყო ჩვენ პირობებიო ნუ ფინანსური რა და ანუ ეგ საიდან მოიგონეს მოკლედ როგორც აღმოჩნდა ჩემი ხმის რეჟისორი იმ მომენტში ვინც იყო იმისთვის იყო მიუღებელი და ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ერთი გუნდივით მივედით გადაწყვიტა რომ მეც ვიყავი ამ ყველაფერზე ხო მათთან მოვიაზრებოდი всё მორჩა ანუ ეს იყო საშინელი ამბავი ჩემთვის აი გულწრფელად იყო საშინელი ამბავი იმიტომ რომ ეს იყო სამსახური არ ერქვა ამას ეს იყო სიამოვნების პიკი რომელსაც აი სულ მინდოდა მეკეთებინა აჰა და ძლივს შანსი მოგეცა რაღაც კარი გაიღო და უცებ გეუბნებიან რომ არა შენ თვითონ უარი რაღაცის გამო თურმე მეც და მე ვეუბნები რომ არა მეთქი ანუ მე არ მაქვს არანაირი პრობლემა პრეტენზია მე ყველაფერზე თანახმარ და გუგა მეუბნება აი ყველაზე კეთილსინდესიერი ადამიანი თუ ვინც საერთოდ შემხვედრია ესე აი დამსაქმებელზე მაქვს საუბარი რა მე ეგ არ ვიცოდიო და თუ კიდე და აგიყვანეთ მე მგონი უკვე ავიყვანეთო და თუ როცა რაღაცა გამოჩნდებაო აუცილებლად დაგირეკავ და ეს დაგირეკავ ზოგადად როგორ ეცი დაგირეკავ ხო ვიცით დაგირეკავ რას ნიშნავს კი დაგირეკავ და ნუ ხო და გუგასთან მე მახსოვს ეგ რომ გუგა მე მგონი ნათიას დამსახურებაა ამ შემთხვევაში არა ნათიას არა იმ ხმის რეჟისორის დამსახურება რომ მე და შენ აღმოჩნდით აჭარანეთში იმიტომ რომ გაგრძელებინა თამარ მე და შენ ვეღარ აღმოჩნდებოდით ასე რომ მადლობა ნათია ეხლა მოგიყვებით სიკოს გავიდა დრო და ველოდები გუგას დაგირეკავთ ჭყალებში რომ დაგირეკავ ერთ დღეს კიდე ეთერში ვარ უცხო ნომერი რეკავს და ალო პასუხობდა გამარჯობა ნათიას ვესაუბრები დიახ მე დაგირეკავ გამარჯობა მე ციკო ვარ აჭარანეთიდან გირეკავთ გუგა მომცა თქვენი ნომერი და ხვდები რომ აქანა დამცხა რაღაცა ყეფაში და რაღაცა წამოიღო ერთ ცოტა ხანში გადმოგირეკავთ მეთქი ეთერში უნდა გავიდეთ თქო და ამ დროს არ უნდა გავიდე ეთერში ოღონდ აი იმხელა ემოცია იყო რომ მართლა გუგამ მომცა თქვენი ნომერი და ანუ ტიპ რომელზეც ფიქრობდი რომ ნუ დაგირეკავთ მართლა რომ დამირეკა ციკო აჭარანეთიდან გუგა მომცა ნომერი აბა რა გავაკეთე ხო გავთიშე მე 4 სართულზე ფეხი ჩავედი ამოვედი კულბიტები ვაკეთე ხიზე გადავედი იკივლე ვიცივლე და დაუმშვიდდი და ვრეკავცი ალო დაყერებული ვრეკავ ციკოსთან და ციკო მეუბნება რომ ესე და თუ შეგიძლიათ მოხდიახ რა თქმა უნდა შემიძლია მოვიდე და მე და შენ დავიწყეთ ერთად ჩაწერა აი მაშინ იყო კინოსტუდიის შენობაში კინოსტუდიაში ვიყავით მაშინ ციკო გადიოდა შვებულებაში მოკლედ ჭირდებოდა შემცვლელი და მაშინ ციკო შეცვალე რაღაც პერიოდის და მე ხო გაგრძელდა ხა და მე რა მახსოვს ეცი აი გუგას კეთილსინდისიერებაზე გამახსენდა ზოგადად ბევრ რამეშია ყველაფერში კეთილსინდისიერი არაშიც გამიგია მაგრამ მე მახსოვს რომ ჩვენ რო უკვე კადრები ანუ ჩვენ რო დავიწყეთ და მივხვდით რომ გამოვიდა გუგა მითხრა ესეთი რაღაც რომ ვინც არ უნდა მოგემატოთო იცოდაო რომ ერთი გოგო ვინც შენამდე უნდა მოსულიყო და რაღაც გაუგებრობის გამო ვერ მოვიდაო ჯერ ეგ უნდა მოვიდესო აი რა აი ეგ მე მესმის ახლა ეგ მე მითხრა რა გუგამ და ანუ ვინცაც უნდა უნდოდესო მოსვლაო ისო ყველა გადაწიეთო იმიტომ რომ ჯერ ეგ უნდა მოვიდესო რა მე და ეგ მახსოვს რომ იყო ანუ როგორც კი ვინმე დაგჭირდებოდა გაფრთხილებულები ვიყავით რომ უნდა დაგვერეკა
ერთადერთი მამაკაცი იყო ჩემ ცხოვრებაში, რომელმაც პირობა აასრულა. მითხრა დაგირეკა. აი ესე მოვხდი მოკლედ და ესეთი თავგადასავლებით მოვხდი აჭარაში და ეგ ფრაზა მომეწონა განსაკუთრებით. და მე შემოხვედი რა მოკლედ ერთად შევქმნით ის ოჯახი, რასაც აჭარანეტ კომი ერქვა და რამაც ხალხი შეაყვარა მოკლედ ჩვენი თავი, ჩვენი გახმოვანებული ფილმები, სერიალები და რა ვიცი. და ჩვენც. იცი რატო? ალბათ იმიტომ შეუყვარდა ხალხსაც ეს ყველაფერი. გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ეხლა რაოდენობრივად ბევრს ვახმოვანებდით და რა თქმა უნდა მაშინ იგი იყო თავარი ამბავი. ალბათ ჩვენი ურთიერთობები იგრძნობოდა ჩვენს მუშაობის ხარისხშიც იქ რა, ანუ რა ენთუზიაზმითაც ვაკეთებდით, იმიტომ რომ 1000-ჯერ მილაპარაკია ეხა ჩვენ ბევრი აჭარნეტის სხვა გახმოვანების სახეობიც იყვნენ აქ და ბევრჯერ გვილაპარაკია რომ ერთი ოჯახი, ერთი ნაწილი ვიყავით იმ პროცესის, რასაც ვაკეთებდით და სამ ბევრი გადავები მახსოვს ხოლმე, მაგალითად მახსოვს დილის 10 საათს უზმოსზე შაურმა და კონიაკი. ზებ ჩამოდივარ და თქვენ ოთახში ოხში ვარ. ანახოს იყო საშაურმა ექსპორტის სასახლე და სუნი რომ მოდიოდა გინდებოდა და ირაკლი ფრანგიშვილი გვარიანად დამოვიწყდა. ირაკლი და შენ იყავით ხოლმე პაძელნიკები გახმოვანებაში, ესენი ხო იყვნენ და აქედან მოკითხვა ირაკლის ძალიან საფრთხაროა რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ ახერხებს ჩვენთან მოსვლას. ხო? ამ ეტაპზე ვერ ახერხებს მოსვლას, აქედან დიდი მოკითხვა ნამდვილად და ირაკლი და ნათია მე ხო სულ ვაგვიანებდი ხოლმე მთელი ცხოვრება, ესენი ხო მემელოდებოდნენ და შენ გამოვამთავრებ თქვენ ოღონდ თვითონ აგვიანებდი. კი, მე სულ ვაგვიანებდი ხოლმე, მელოდებოდნენ საათობით. მე გარშემ იმჩნებ, მეგეთ რაღაცებს თავს უჭავდი ყოველთვის. კი. დარწმუნებული ვარ და ერთ დღეს ადრე მოვედი, მართლა ადრე მოვედი, არ ვიცი რატო, ალბათ არ მახსოვს, ადრე მოვედი, დილით და ესენი ხო 10 საათზე იწყებდა, დილის 10 საათზე ვინ იწყებდა ჩვენთან მუშაობა? არ ვიწყებდი 10 საათზე უნდა დაგვეწყო. იქ და ბიგედო ისა, 11-ზე იყო მაქსიმუმი და ჩვენ 12 და მე პირველამდე გადმოვწიეთ. აბა რატო მოვდიოდი 10 საათზე? არ ვიცი, გიჟები იყავით თქვენ, მიკვირდა სულ ესე. ხო, შუაფილმში ვიყავით თქვენ უკვე მიდიოდით. კი, მიდიოდნენ და დილის 10 საათზე კადრის ამზარებული კონიაკის შოთები და შაურმა უზმოსზე, ანუ აი. კაცო, შეთვის იყო უზმოსზე, ჩვენ გამენათები ნაკეიფარი ხალხი მოვდიოდით ბახმელიაზე უკვე. ვერ გავიგე, შენთვის იყო უზმოსზე. მეთქი რა საკეთებთ, რატო აკეთებთ ამას? ვერ ხვდებოდი მაგას, მეთქი მაგრამ კაი. არა, მე რო გაიზარდე ხო მიხდი რატო აკეთებდა ნათია დეიდა და ირაკლი ბიძია. ირაკლი ბიძია. ანუ აღნიშნავ, აი აქვე აღნიშნავ. ეს აი არც მანამდე და არც მერე ბევრი სამსახურში ალბათ ყოფილ ვართ და ვართ. მსგავსი ოჯახური სიტუაცია, მსგავსი სიყვარული, მსგავსი მეგობრობა, მსგავსი ერთგულება. და აი ვატოს ვუსმენდი, ვატოს ისაო რემონტები ჩვენ გადავიარეთ და ჩემი მართვის მოწმობის აღება, ანუ შუიდა სოციჯერო ჯავიცერი და ყველაფერი ჩვენ კი სერზე რო გადადიოდა. თუ ვინმე მიმყავდა, აი თეონა მიმყავდა, მაგალითად გამოცდაზე ვეტყოდი რომ თეო არ თქვა რა, რომ ჩავიჭერი. აი ვატოს ვატო არ თქვა რა, რომ ჩავიჭერი და ანუ ყველა მახლდა და ყველა საიდუმლოს ინახავდა რომ ნათია 227 ჯერ ჩაიჭრა მართვის მოწმობის გამო. საოცარი ურთიერთობები იყო. იყოს აი ეს სიყვარული, გიხარო და ანუ სამსახურში არ მოდიოდი, იმის გასაკეთებლად, რაც ძალიან ქსიამოვნებდა პირველ რიგში და მე მოდიოდი ადამიანებთან, რომლებიც მეგობრებიც იყვნენ. თანამშრომლებიც იყვნენ, ფაქტობრივად ოჯახის წევრები, აი მეგობრობდით, ანუ საიდუმლოებზე ვსაუბრობდით. რაც იქ ამბები გქონია ჩვენ. ძალიან მაგარი ამბავი. რაც იქ არ მომხდარა მართლა. ეს არ იყო ვალდებულება, არანაირად არ იყო ვალდებულება. თუმცა ყოფილა შემთხვევა უკონდენციონეროდაც გვიმუშავია ეს საშინელი პირობა სანამ ყოფილა ეს. თქვენ კიდე უფრო ნაკლებად ის ვიყავით, ტანზე გახდილები რომ ახმოვანებდით და წერდით 5 თვაში 1 კვადრატ ოთახში სანამ კონდიციონერებს დააყენებდნენ, გახსოვს ეგ? რა იყო და ის რომ ქონდა ხოლმე. ყველა სერიალი შრიალით რო და ფურცლებს მინიავებდა, ჯერ მაშინ ფურცლებს ვკითხულობ. ანუ სერიალი ვენტილატორები რომ მოგვიტანეს და ვენტილატორები რა ვგიდო ჩაწერის დროს იმას ხო აქ ხმა. თან ცხელჰაერს შედიოდა თან ცხელჰაერს. მაგრამ ცოტა ხანი იყო ეგ ძალიან რა. ცოტა ხანი იყო, მაგრამ 4 თვე სუსაფხული. მე რაღაც მინდოდა. არა, კარგი იყო ეგეც მაგარი. მე ზოგი მაგის გამოგავდიოდი ჩვეულებაში და
მთელ შვებულებას ხარჯავდით. მაგრამ ეგეც კარგია, ეხა კარგად მახსენდება ეგ ყველა. მაგრამ ძალიან ჩხუბობდით ხოლმე. თქვენი ოთახი სულ ჩხუბობდა. თქვენი ოთახი სულ ჩხუბობდა. წივკივილი გამოდიოდა ან ლაშა ჩხუბობდა. ჩხუბობდა. და მე და ეს თუ ჩხუბობდი. ერთმანეთში ჩემ არა, ნუ ზოგადად ოთახი რომელიც ყოველთვის ჩხუბობდა, კი, ბუნტის თავი კი და ლაშა მიდი თქვი და მე თქვი, ლაშა მიდი. დაბარებები და მთელი საქმის გარჩევები და ამბები რო იყო. ასწორებდა. ძალიან საყვარლობა იყო. ერთად გავიზარდე თითქოს. მე თითქოს მანდ გავიზარდე რა, მან ჩამოყალიბე და ეხა მინდა ვთქვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რომ ანუ მაშინაც ვთქვი რა. ნელ-ნელა რაც უფრო ეხა ეს პოდკასტების სერია დავიწყეთ, ხალხმა აღვიქვა ვინ ვართ და უფრო მარტივად სოციალურ ქსელებში იკვლევენ არა მარტო კომენტარებში რა და ეგ გუშინ მომწერა მოკლედ ერთმა ადამიანმა ისეთი ტექსტი მომწერა, მინდოდა სხვათა შორის შენთვის თქმა გუშინ მე დამავიწყდა, რომ ანუ თურმე ჩვენ რომ ამ საქმეს აი მივდიოდით, ჩვენ საქმეს ვაკეთებდით, ფილმებს ვახმოვანებდით, მოვდიოდით. ჩვენ ხალხის ინტერაქცია გარდა იმისა, რომ კომენტარები იყო ხოლმე და იქ კომენტარებში კი ვიცოდით, რომ გულშემატკივრები ყავდა, ზოგი იგინებოდა კიდეც ბევრი სხვადასხვანაირი ხალხი იყო. მართლა არ ვიცოდი თუ აი ამ ხელა გავლენას ვახდენდით რაღაც თითოეულ ადამიანზე რა, იმიტომ რომ გუშინ მომწერა ადამიანმა აი ისეთი ტექსტი მომწერა, რომ აი რაღაც ისეთი ეტაპები მოკლედ თქვენი ჩახმოვანებული ამბავითო რაღაც ძალიან გადამატარაო რა, ძალიან ისეთი ეტაპებიო და მარტო ეგ მახარისებდაო და ანუ ამას ვკითხულობდი და მივწერე კიდეც რომ მეთქი ეს რა მაგარი რაღაც მომწერე, იმედი არ ეწყინება აქედან შორიდან მოკითხვა იმ ადამიანს, არ ყვები ახლა რა თქმა უნდა მთლიან ისტორიას, რაც ემოციას ყვები, რაც გამოიწვია რა, რომ აი მართლა ვერ ხვდებოდი რომ აი იქ აღვიქვი რომ აი სადღაც ვიღაცას რაღაცა მაგრად გაუსწორდა ამ ჩვენმა იდიოტური ჩახმოვანების ამბავმა თუნდაც რა და ამასთან ერთად რომ ანუ ამას ვაკეთებდით, სახლში ადამიანები ლეპტოპს ან კომპიუტერს რო ხსნიდნენ, უყურებდნენ, ერთობოდნენ, იცინოდნენ, ეგ ყველაფერი ჩვენთან დაკავშირებით ხდება რა და ამ ხელა რაღაცაა კიდე ეს რა, ეხა ნელ-ნელა კიდე უფრო ხდება. ფიქრობ რა, მაშინ არ იყო ეს სოციალური ქსელები, ხო, ფაქტობრივად, ანუ Facebook-ი იყო. როგორ არ იყო იდეაში? არა, ეს აქტიურად რა, ეხა როგორც არის რომ უამრავი თავშესაქცევია და ვთქვათ ადამიანს პოპულარობა ისე ძალიან მარტივად შეუძლია და რაღაცა ნებისმიერი კონტენტი პირადი შეუძლია ძალიან მარტივად ატვირთოს ნებისმიერ სოციმედიაში და ანუ პრინციპში აჭარანეტი იყო არხი, სადაც მასშტაბურად კონტაქტობდით ადამიანებთან, თან ვაწვდიდით იმ პროდუქტს, რაც მართლა საჭირო იყო იმ დროს ქვეყანაში და მართლა დღემდე მგონია რომ ძალიან ღირებული პროდუქტი იყო აჭარანეტი და ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ესე მასშტაბურად გააკეთა და მაგის გარდა რაღაც აი არხიც იყო ერთგვარი ჩვენი შიდა კომუნიკაციის რა მომხმარებლის ანუ მაყურებლის და ჩვენი, იმიტომ რომ სუხდებოდა ხოლმე რაღაცა კომენტარი, პასუხი, სულ ის მახსენდება რომ დადებთ ეხა სერიალს თუ მივცე ჩემ ქმარს, აი რაღაცა ხალხი დამოკიდებული იყო, აი ხა რაც იმას ჭირს TikTok-ს და Instagram-ს და ამ სტორებს როდებენ და ჯიჟივით მთელ ცხოვრებას გამოფენენ სიტყვაზე ხო ვიღაცა შეება მოწოს, მე ვერ ვიგებ მაგას, მაგრამ ოკეი. აი რაღაცა თითქოს მაგის კულტურული დაკმაყოფილება ხდებოდა იმ რაღაცა სოციალური აქტივობის აი უცხო ადამიანებთან რაღაცა ამ კინოს ირგვლივ და ძალიან საინტერესო იყო და ჩემი აზრით ნუ ერთ-ერთი ისეთი დიდი პროექტია რაც ყოფილა რა და ძალიან მიხარია რომ სამივე მაგის ნაწილები ვარ. კი ბატონო, ხალხი ცხოვრობდა ამით, ანუ მართლა და იქ კომენტარებში კი აი ზუსტად თქვი რომ ურთიერთ პირდაპირი მე მყავს ეხლაც მყავს ანუ Facebook-ზე ის 2015-ში რომ რაღაც გავახმოვანე და რომ გაგიჟდა ჩემზე მე ახლაც მეგობრობა ანუ იმ ადამიანთან და იმ ადამიანებთან ანუ აი ის რაღაც სიყვარული დღემდე მოყვებათ ის რაღაც აი კომენტარებით ხდებოდა ურთიერთობა, ანუ ცხოვრობდით ჩვენს. აბა იმა მოეწონა ნახა აი ისინიც და ჩვენც და კი აი სრულიად სხვა რაღაცა იყო იმ 10 წლის წინ, ეხლა კიდე ბევრი საშუალება რაღაცის უფრო მეტი და 10 წლის წინ ხდებოდა ეს ამბავი და კი ბევრი დრო გავიდა და მართლა იყო რაღაცა კომუნიკაციის საშუალება და ყველა კომენტარს აუცილებლად ყოველთვის ჰქონდა პასუხი. როდის გავახმოვანეთ? გაგიხმო. მალე, ხვალ, ზეგ, სულ ჰქონდა პასუხი. ან მაგარია და დღესაც რო ხვდებით ხოლმე ხა მე და ციკო ვიყავით დანიელი მოკითხვა აქედან დანიელსაც ბევრი მოკითხვები გამოგივიდა მოკლედ ამ პოდკასტიდან ეს დამწყები გახმოვანების სახეობი ანუ დამწყები რა უკვე გამოცდილი მაგრამ სამოყვარულო დონეზე ასე ვთქვათ და
თავის პოდკასტი აქვს YouTube-ზე, ნიარსნოუს არხი აუცილებლად გამოიწერეთ და მე და ციკო ვიყავით სტუმრად. და იქ იყო ერთი ადამიანი, გიორგი, რომელიც აი ჩვენს გახმოვანებულ სერიალზე იყვნენ, იყო გაზდილი. ხო, ძალიან შეყვარებული სუპერნეიჩერალი სტატუთი, მოკითხვა ასევე გიორგის და რო საუბრობდით იქ ლაპარაკშიც მითხრა, რომ გიორგიც ახმოვანებს რა და мотиваცია იყავით თქვენ, რომ მე გახმოვანება დამეწყო რა. და ესეთი გამოხმაურებები რო გაქვს, ესეთ რაღაცებს რო გეუბნებიან, ჩემთვის არ ვიცი, აი ამაზე მეტად სასიამოვნო ალბათ არაფერი არ არის და თან არის რომ მუშაობ და რაღაცა სამსახურის სანაცვლოდ თქვა ვიღაცა მადლობელია შენი და არის რომ თან მუშაობ და თან ისეთ რამეს აკეთებ რაც მოგწონს და თაგონია რომ ღირებულს აკეთებ და ესე არის ისა ვიღაცა ადამიანთა ჯგუფი მადლობელნი არიან რა და ეგ არის უყარხარ და გულშემატკივრო. ხო, ეგ არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ესე შენი თითქოს არავინ არ არის, მაგრამ ესე შორიდან უყარხარ და ავტომატურად ახლა ჩვენც გვიყვარს რა ყველა ჩვენი ეგეთი მაყურებელი. ნათიას ეგ არა მარტო აჭარანეტიდან აქვს, არამედ შენი და ჩვენი მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიყვარული რადიოდანაც გაქვს. იმიტომ რომ შენ ძალიან დიდი ხანია რადიო წამყვანი ხარ. რადიოდან მოხდი ხო. რადიოდან მოხდი, ჩვენც რადიოდან მოხდით გახმოვანებაში და იქაც ძალიან ბევრი გულშემატკი არ იყავს, როგორც იცი, იმიტომ რომ სპეციალურად ჩვენს ეთერებს ელოდებიან. გირეკავენ, გიგობრდებიან. ხო, ეგ რადიოს სიყვარულზე მინდა კიდე რომ 1-2 სიტყვით თქვა, რამდენად გემრიელია რადიო შენთვის. ძალიან გემრიელია, იმიტომ რომ მე ვიყავ ისეთ რადიოებში, სადაც აი პირდაპირი კომუნიკაცია გაქვს ადამიანებთან. ოღონდ როგორ ადამიანებთან იცი, აი ყველაზე გულწრფელ, ყველაზე მართალ ყველაზე წესიერ ადამიანს. თან ხმა ხო ვერ იტყუება. აი ვისაც უბრალოდ უყვარხარ. ანუ უბრალოდ ეუბნები დილა მშვიდობისა და უყვარხარ ანუ ამ ადამიანს და უყვარხარ როგორ იცი რომ აი ელოდება როდის დაგირეკავს, ელოდება როდის მოგიძღვნას სიმღერა, როდის გამოგიგზავნოს რაღაცა კახეთიდან, რაღაცა ნუ აი საოცარი, აი ურთიერთობის პირდაპირი მნიშვნელობით ამ შემთხვევაში ურთიერთობის და სიყვარულის მიღების და საოცარი ენერგეტიკის, აი რომ ხვდები რომ რამე დარჩა ამ სამყაროში, რასაც შეიძლება ენდო და რაღაცის გჯეროდეს, აი სულ შემიძლია ამ შემთხვევაში ვახსენო რადიო და ის ადამიანები, ვინც უსმენს, ვინც გირეკავს. უანგაროდ უყვარხართ ადამიანები, ვისაც შეიძლება უბრალოდ უყვარდე არაფრის გამო, უბრალოდ რომ მშვიდობიანი დილა უსურვო. ხო, იმიტომ რომ ეგ არის შენი დამსახურება თავიდან ბოლომდე, არაფრის გამო არა, შენ გულწრფელობას, შენ ხასიათს, შენ სილაღეს. ხო ხვდები ახლა ციკომ ძალიან სწორად ახსენა. შეიძლება ვიზუალურად რო ჩანხარ უფრო რაღაცები ფარავს, მაგრამ მარტო ხმა რო გესმის, იქ მართლა ძალიან ბუნებრივი თუ არ იქნება ახლა. ჩვენ არ გვესწავლება ეგ ამბავი არჩენ რა. ვერსად ვერ იტყუები, ყველა ბგერა ძალიან გულწრფელი უნდა იყოს და შენ იმდენად გულწრფელი ხარ და იმდენად ადამიანური ხარ, რომ ზუსტად მაგას გრძნობენ, დარწმუნებული ვარ, შენი რადიო მსმენელები. გულწრფელი. ხო, შეიძლება რა გიხდება. ეგ არ ვიცი. ნამდვილად. ხო, რადიო ჩემი ძალიან დიდი სიყვარული იყო, მე შეიძლება მსმენელებთან ესე პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, იმიტომ რომ პატარა მონაკვეთი მუშაობდი. ციკო გავიცანი რადიოში მუშაობდი. კარგად რადიოებში მუშაობდით. ციკო გავიცანი იქ და ნუ რამაც ყველაზე დიდი რამე, რაც მომცა რადიომ არის ჩემი ციკო. საოცარი წვილი ხარ, აი საოცარი. ეხა მე აქ არ ვიჯდებოდი და საერთოდ არის რაღაცები, რაც არის სულებას რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. არ უნდა რომ ვაქო ეხა და მაგით გადაფარა ეს, იმიტომ რომ იცის რა სიტყვები მოსდევს ამ ყველაფერს, რო არა ციკო მე მართლა გახმოვანებაში კი არა და ნამდვილად არ ვიცი სად ვიქნებოდი, იმიტომ რომ ციკო ჩემი ოჯახის წევრი კი არა, შენ კი იცი რომ არ ვიცი, ჩემი ნაწილია. კი, ნამდვილად. ჩემი ცხოვრების და უამრავი რამ არის ციკოს დამსახურება ჩემ ცხოვრებაში. მაგაზე ხალმე 1-3 საათიან პოდკასტ ჩავწერ მარტო. გიჯერებ თქვენ ურთიერთობაზე. გაიზარდე და აღარ არის ბიჭი ვარ. მაგრამ მაინც გამყდარი. ეხა ეს პოდკასტი ჩემს და ციკოზე არ არის მოკლედ. ხო, რადიოზე მეც ვიტყვით შეიძლება ორი სიტყვით, რომ მეც ჩემი პირველი სამსახური იყო რადიო და ისეთ რადიოში მოვხვდი, რომ დაახლოებით რა კაი 6 წელი ვიმუშავე, რაღაც თავის რუბრიკებით, ეთერით, დილის ეთერით, შუა დღის ეთერით. ნუ დავიყავით ან ძალიან გემოვნებიან რადიოში და მე მგონია რომ ზუსტად მაგრამ რადიომ გამზარდა იმისთვის რომ ზოგადად გამეგო რა მინდოდა
და რასაც შენ ამბობ რა, აი ხმა ჩემთვის აღმოჩნდა, იმიტომ რომ მაგას ვერ ისწავლი რა, ეგ ან შეგიყვარდება, ან არ შეგიყვარდება. აი ხმა ზოგადად ჩემთვის ადამიანების ხმა, როცა ისმის და არ ჩანან. და აი თუნდაც ტიხრები მუსიკიდან მუსიკას შორის რო ტიხარი გადის, აი ეგ ჩემთვის აი დღემდე ისეთი მომნოსხველია, რომ ძალიან ხშირად აი შეიძლება ძალიან მაგარი ალბომი მქონდეს, რომელსაც ჩავრთავ მოусმენ და ვარჩიო რადიოს ჩართვა, რომ აი ეს ტიხრები გავიგო, იმიტომ რომ მომწონს რაღაცა თავისი აი არ ვიცი, გაუცნობიერებელი ხიბლი აქვს ამ რადიოს, რომელიც როგორც ჩანს, როგორც წამყვანებს, ასევე მსმენელებს გვატყუებს ხოლმე რა. და მიუხედავად იმისა, რომ ესეთი გახდა სამყარო, რომ ყველაფერი მარტივად მისაწვდომია, ხელმისაწვდომია და სულ არ გვჭირდება რადიო, იმიტომ რომ აი ყველაფერი შესაძლებელია. აი როგორც რაღაცა წიგნი არის, მთავარი, თქვათ ადამიანებისთვის და Kindle-ზე გადასვლა. არის რაღაცები, რასაც ვერაფერი ვერ იცოდეს. ჩემთვის მაინც რჩება მთავარ ხმად რა. არ კარგავს თავის აქტუალობას. ანუ მირეკავს ადამიანებისთვის არა მასშტაბურად, რაღაცა ჯგუფისთვის. ანუ რას ამბობს? მე ხელმისაწვდომი მაქვს ყველაფერი, მე შემიძლია იქ მოვუსმინო. აი თქვათ რაღაცა თხოვა ხო, რაღაც სიმღერა. და მეუბნება, ანუ აბსოლუტურად აპრობირებულია ეს ქალი ყველანაირად. შემიძლია იქ ჩავრთო, აქ ჩავრთო, იქ მე ვიცი, ანუ მე უბრალოდ აი შენთან რომ ვრეკავ და შენ გელაპარაკები, აი ეს მომწონს, აი ის 1 და 2 წუთი მომწონს, თორე მართლა ნებისმიერ შემთხვევაში ხელმისაწვდომია. თან ახლა ქართულ ტალღაზე, სადაც ქართული სიმღერა გადის, რა არის ისეთი, რომ ხელმისაწვდომი არის. ყველაფერი ხელმისაწვდომია, უბრალოდ ხო, მაგას ვამბობ, რომ რჩებიან ადამიანები. შენ გეჯაჭვება მაგ შემთხვევაში ის მსმენელი და შენი გულშემატკივარი ხდება რა. და ის აი ისეთი სასიამოვნო და ისეთი საყვარლობა რო არ ვიცი, ძალიან მეტირება და მიხარია, რომ არსებობენ ესეთი ადამიანები. ჯერ კიდევ რაღაცა ხო ძალიან სკეპტიკურად ეგეთი ყოველდღიურობა, რომ მაგის მიღების შესაძლებლობა. ნუ ეხა სამწუხაროდ არა. ნუ ეხა ისეთ ტალღაზე ვარო ეგეთი კომუნიკაცია აღარა მაქვს, მაგრამ მაინც მწერენ და მირეკავ. პირადი ყველა ვიცი ჩემი პირადი ნომერი, იმიტომ რომ მე კიდე მიხარია ძალიან რომ უკვე მიხარია ხო. მე რამდენი ეპიზოდია ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი არის კრისპი, რომელიც მან გიდევს ჩემო ნათია, რომელიც არ გაგასინჯე, შეგიძლია აიღო, შენსაიღე. არ გაგასინჯე იქამდე სანამ ჩვენ ეთერში არ დავსწრდებოდით, ხელი არ მოკიდო მე კიდევ. ამას მინალავდი. ხო. აბა, ჩვენი კრისპი. ყველი და ხახვით, ეგ არის ახალი ყველი და გემო. ხახვით მერელეს. ეგ არის ახალი გემო. მეხუთე. დამიჯერე. იქნება და სად მივდივარ ხახვით? არა, ხო და დამიჯერე, არ არის ეგეთი. ხახვის გემო. შენ გახსოვს ის რაღაც ესენციებით გაკეთებული ჩიპსები და კრისპები. ეგ არის ნატურალური, არანაირი მძაფრი, არც სუნი, არც გემო. პირობას გაძლევ, მე შეგიძლია თამამად გასინჯო. თან არ არის ზეთში შემწვარი, არის კონსერვანტების გარეშე, თან არის ქართული და უგემრიელესი. ეხლა მინდა გასინჯოთ ჩემ თვალწინ ყველი და ხახვი და შენ თვალწინ თან თვალებში შემომხედო როგორ მოგეწონა. თუ არ მოგეწონა შეგიძლია ეგეც თქვა. ღვინოს უხდება ძალიან და ძალიან უხდება ბავშვებს. ბავშვებს. ვიწყებ. აბა? აი ნელ-ნელა მოაქვს ის ყველის და ხახვის გემო. ეგ არის იმის ნიშანი, რომ ნატურალური ამბებით არის გაკეთებული. ღვინოს მიდაყოლებინებთ მერე. მე მაგ პაპრიკი. როგორი მსუბუქი, ო. ზუსტად ვიცოდი შერაშ დავეჭრება ქონდა ეგრევე, იმიტომ რომ ყველას თან ხელი არა, არ გიცხიმიანდება, იმიტომ რომ არის გამომცხვარი. აუცილებლად. აბა, მერე გამოწვევა გაქვს შენ. ნახე რა ლამაზია. ვაუ, ჩემსაც არ მქონდა დირკა. ყველსა. ხო ძალიან კარგი. მორჩა გადაღება? არ მორჩა. ჯერ არა, ეხა ვიწყებთ. მაგიტო არ გაგასინჯე მანამდე, იმიტომ რომ მე მინდოდა რეალური, მაგიტო მკითხე გასინჯული გაქვს მეთქი მითხარი არაო და ხო და ნათ ახლა ჩვენ გვაქვს ეგეთი გამოწვევა. აბსოლუტურად ყველა ჩვენი ნუდება, აიღე. ყველა ჩვენი სტუმარი იღებს ამ გამოწვევაში მონაწილეობას. რომელი გემოვიდა? ყველი ხო არ გინდა? არა. კაი. ვინც კრისპის მეგობარი ხდება ჩვენთან ერთად. შენ უნდა ამოიტანო პირე კრისპით. რამდენიმე ჩაიდო? ბატონო, ერთად შევამოწმოთ შენი მეტყველების აპარატი როგორია. და უნდა გითხრა, გამოიწერეთ voice-over-ების არხი, ოღონდ სავსე პირით. სავსე პირით.
ხუმრობ? არა. აი გროდის მე რა. ეს ახალი რუბრიკა გვაქვს ჩვენ, ალბათ არ გინახია ჩვენი ბოლო ეპიზოდები. რამდენი? აი ეს რა. აი კარგად რომ გამოიწენო, არა უშავს. ერთი ცალით მოიდე. სათუთად უნდა. არ მინდა შენი სათუთი ხასიათია, კაცო. გამოუშვი შენი ნამდვილი ხასიათი რაც არის. მიდი ნათია. აი ეგრე. მიდი კიდე ერთი. მიდი კიდე. ერთიც და ჰა, ეგაა გეყოფა უკვე და ეგ არის. აი ეგრე გატენილი პირით გითხარი გამოიწერეთ შენ მეტყოლებას შევამოწმებთ ეხა როგორი მეტყოლებ აბა ქრისბებით. დავიდა. არ დაღეჭო, წავიდა. რა ვქვა? გამოიწერე ვოისოვერების არხი. კამერაში. გამოიწერე. გამოიწერეთ ვოისოვერების არხი. ო, სოხო. რა კარგად შეგიძლია, ეხა მე და შენი რუბრიკა უნდა დავაწყო. კი, ეგ უნდა მეთქვა. შენ შეგიძლია თამოდ დაღეჭო, მე და ციკო მოვიკითხავთ აქეთ ერთმანეთს რადგან ჩვენ მოსტუმარმა გადაყლაპოს იქაურობა. ვაშვები რა? როგორ ახან? ავი, ნაშაბათი დღეს. რავი, არაფერს დილით. გოგოები აყარა. ო, 4 წამი. რავი, კაი, არა. ახია, მაინც ეხა სირცხულია, ამბები რაღაცები. ნათია მოწეს, ნათია გადავლება ხო არ გინდა? მე მგონი. მე მგონი ან ისე. ზურგზე ვინმე მომართა, დავალი, ალა, წყალიც არ გვაქვს. შეგიძლია მიირთვა მანდრა სითხეც გაქვთ. არ გამოვა ჩვენ მაგ სითხეს ოღონ. აქ ჩემი და ციკოს ლამაზი კადრი იქნება. ესე ლამაზი. და ციკო პატარა ცეკვა შეგისრულებს. ნათია მოსულიერდა ნათია. მე მგონი. ხო, ასევე მოკლედ რო თქვა, ძალიან დიდი მადლობა ქრისპის მართლა უგემრიელია. ძალიან დიდი მადლობა, მართლა გემრიელი იყო ძალიან. კი, ჩვენი ქრისპი აქ იქნება, მანდ იქნება და შეგიძლია არც დაგესურვება. ხო, აი რაღაცა ზეთში არ არის, მაგითო. ეგრევე ხელი გესწრება ხო, კი, გამომცხვარია, ნატურალურია. მაგითო, მადლობა ქრისპის, რომ ჩვენთან ერთად არის უკვე მერამდენი ეპიზოდია. გავუგზავნეთ ახლა ჩვენი ამბავი. საყვარელ სერიალზე გვინდა გველაპარაკო. გახმოვნებულზე. მე დალაშავს გვაქვს რამდენიმე ტოპ. რამდენიმე ტოპ მაქვს. ჩემი ტოპ სერიალია ეგ და მე რომ მეუბნებიან ხოლმე ზოგადად მაყურებლები, რომ შენი ხმის გარეშე არ წარმომიდგენია ეს სერიალი. მე ვარ ზუსტად ეგრე, ოღონდ მართლა გულწრფელად შენზე და ირაკლიზე, ფრანგიშვილზე, რომ თქვენი ხმის გარეშე ქაღალდის სახლი მე ვერ წარმომიდგენია. აი იმდენად ორგანულად, იმდენად აი ძალიან საკაიფო დაჯდება. ყველგან თქვენი გახმოვანები დევს პროფესორის ხმა, ირაკლის ხმას, ირაკლის ხმა პროფესორს ისე უხდება. აუ, აი ძალიან საკაიფოდ მიაქვს და ცალკე არის ჩემთვის რომ სერიალი მაგარია ეხა იასნად მაგაში თქვენ არ მიგიწვით წვლილი ბაზარი არა მაგრამ თქვენ მიგიწვით იმაში წვლილი რომ ქართულ სმენელს აი უმაგრესად მიაწოდეთ რა ეგრე მაგრად ჩემთვის თქვენ რო გააკეთეთ მაგ სერიალს ვერავინ ვერ იზავდა დედასწორ და ამ შემთხვევაში ძალიან გულწრფელია ფრანგიშვილი იმედია უსმენ ხო იმედია ის და იმედია მოხვალოდეს კი ძალიან მაგარი სერიალი იყო რაღაცა ვაფშე ახალი სერიალი გაიჭი უცხო სერიალი გაიჭისა არ გავდა არავის და არაფერს და ძალიან აი რაღაც მომენტებში სუმახსენდება ხოლმე აი ეს ბელა ჩაურო აქ რა ანუ აი სიმბოლო ამ თავისუფლების სიმღერის და ნუ რა ვიცი დღემდე ალბათ რა არასაობს დემონსტრაცია ქუჩაში ქვეყანაში ქალაქში ნებისმიერ სამყაროს ცენტრში სადაც ეს სიმღერა არ ჟღერდება და არ არის ამ თავისუფლების რაღაცა მანიფესტი და თან გიждდება მაგათ cover ვერსიაზე, ანუ მაგ სერიალის. ეს ბელა ჩავარი, აი საერთოდ სხვანაირი, საერთოდ სხვა შეგრძნებებით, ჯერ ძალიან ლამაზია კადრებთან ერთად როცა ჩანს, აი რაღაცა ძალიან საინტერესოა და ნუ ეხა თვითონ ფილმი თავისი ვიზუალური მხარით, სცენარით და აბსოლუტურად ყველაფრით, ნუ ერთ-ერთი სრულიად სიგიჟეა. შენი საყვარელი პერსონაჟი მითხარი, ეხა ქაღალდის. პროფესორია, ჩემი საყვარელი პერსონაჟი. პროფესორი? და მე მეორე აი არ მახსოვს, ეხა სახელი რო გითხრა, არ მახსოვს, მეორე სეზონში უკვე ვინც აი თვითონ ის ვინც პოლიციელი ვინც არის და ვინც იძია ის ქალი არ მახსოვს. ხო, მესმის რომელ პერსონაჟს აი ორსულად რო არის და მე უკვე მონაწილე ხდება. გიჟდებოდი, რატომ არ ამათი ურთიერთობა პროფესორის და ამ ქალის ურთიერთობა არის ძალიან სერიოზული. ანუ ძალიან მომწონდა. ნუ პროფესორი აი ისეთი ან ადამიანები რომლებიც მინიმუმ 20 წლით უნდა ყოფილიყვნენ დაპატიმრებული თავიანთი დანაშაულების და გამო ჩადიან ისეთ სიგიჟეს რომ რეალურად შეუძლებელი აი რეალურად რომ იმსჯელო და განიხილო ეს ამბავი შეუძლებელია მაგრამ ეს პროფესორი არის ისეთი პროფესორი
ვა სასწაული ამბავი ხდება და ნუ ეხა კინემატოგრაფიულად და მუსიკა და კოსტიუმები და მათი შესრულების დონე, რავი, ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, არის ფოლკლორი გამოყენებული, ანუ ეს ესპანური იამნანა მიდის, აი საერთოდ რომ არაფერს შუაში არა, აი ფულს რო ითვლის და ესპანური იამნანა. მაგადებს, მაგრამ მაგრად უხდება. ხო, ლამაზია. აი სრული სიგიჟეა, რაღაცა აი ხმოვანობის თვალსაზრისითაც და ანუ ვიზუალურადაც ისე რაღაც სიგიჟეა. არა, ისე გაბაზარდა, ისე გაპოპულარულდა მოკლედ ეგ, რომ კოსტუმები იყიდებოდა ეს ნიღბები იყიდებოდა იმის ის მომღიმარის. აი, წელს ვიყავი მადრიდში, მე როცა ეგ გავახმოვანე და დავინახე ამ კოსტიუმებში, თქო 3 ევრო ღირდა ფოტოს გადაღება რა და რომ დავინახე და ნუ გადავიღე ფოტო რა თქმა უნდა და მე ფოტოს დავაწერე, ანუ იციან რომ მე გავახმოვანე და ჩემთან მოვიდნენ, გადასანუ სრული იქაც კიპიკი იყო, ანუ სასწაული ამბავი იყო და ამ სერიალის გაკეთება დავიწყეთ როგორ იცი, ანუ ჩვეულებრივი რიგითი რაღაცა მოხვედი სამსახურში, დაგიდეს ტექსტი, აწერია ქაღალდის სახლი, ქაღალდის სახლი არა და დავიწყეთ, ეხაც მახსოვს, პირველ ვიწყებდიან ჩემ წინადადება. მე მქვია ტოკიო. იწყება ესე. აუ, დამაჟრიალა გამახსენდა იმენა. ანუ დავიწყეთ და რაღაცა ირაკლის ეს რაღაცა ხო იცი ეს არის ხო, რაღაც ანუ აღმოჩნდა რომ თქვენი ცხოვრება გახდა. რაღაცა ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო, ძალიან ლამაზი და გემოვნებიანი სერიალი აღმოჩნდა ბოლოს და მეორე სეზონის მორჩა და всё, მორჩა და გათავდა ჩემი მხევლის წიგნი. მე მახსოვს რომ ეგ სერიალი იყო ერთ-ერთი ის სერიალი, რომელიც ანუ ვერ გავწყვიტე. ანუ რო დავიწყე ყურება, თან ისე ამთავრებდნენ, ისე აი სერიები მთავრდებოდა ისეთ მომენტში, რომ აი ვერ გაჩერდა, ვერ დაიძინა. მეორე ეგრევე არ ჩაგერთო. აი არ არსებობდა, რომ ეგ დაგეკეცა ლეპტოპი და დაგეკეცა ლეპტოპი დაგეძინა ერთ დღამეში მაქვს რა ნახი 10-ვე სერია, 10 სერია. კი, მახსოვს რომ უყურებდი შენ და მოდიოდი შტაბიჭდილებებით, ანუ აუ, არა, ძალიან შეუძლებელია დახურვა. აი ხო, მართლა შეუძლებელია, იმიტომ რომ ისეთ მომენტებში თან ისეთი ჩიხები აქვს, ჩიხები იყო შექმნილი და მე რო იწყებოდა პროფესორის გათვლა, რომ ჩიხიდანაც როგორ უნდა გამოვიდნენ და თან უსასრულოდ რო ხდებოდა. აი გონია რომ ეხა ეს მორჩა ამის იქეთ რა აქნა. არა რა არქნა, აი ეს მორჩა არა, აი სულ რაღაცა ყოველთვის ქონდა ტიპს. ყოველთვის ქონდა ყველაფერი გათვლილი და არასოდეს ეს სიგიჟე, აი 2 სეზონის განმავლობაში არ დასრულდა. ისეთი ექშენი იყო. შეასრულეს. ისეთი დრაივი იყო, ისეთი ექშენი იყო, რომ სულ აი მოდუნების საშუალებას არ გაძლევდა. აი წარმომიდგენია როგორ ახმოვანებდით ალბათ, იმიტომ რომ მქონია რაღაც ეგეთ სერიალი მეც რა ძალიან დრაივიანი, რომ თან უყურებ, თან ახმოვანებ, თან უყურებ. მაგ ხო დააპაუზი არ გადაახვიო, მაგ მაყურებ. ანუ შენ ტექსტი მორჩა და ის რო ახვეს და მაგ არ გადაახვიო. მორჩა არიტირე. რომ მორჩა არ ვიტირე? არა, არ ვიტირე. შენც კაი ემოციური ხარ. რა არის ტირა რაღაცა. ვაი, როგორ არა ვარ ტირა, ეხა ვახმოვანებ სერიალს გუშინდელ ამბავს გიყვები, 30 წუთიან სერიალს, მოუნდი საათნახევარი, იმიტომ რომ 20 წუთი ტიროდი. ტირალა. ოი, როგორ ტიროდი? ეს რო ტირე, აი ჯღავი, კი. მაგრამ არ მახსოვს, მაგრამ ალბათ არ ვიტირე, იმიტომ რომ რაღაცა სხვა დამოკიდებულებით აი სენტიმენტებით არ ვიყავი მაგ სერიალის მიმართ, უფრო რაღაცა სხვანაირი, აი რაღაც სხვანაირი იყო, პროფესიონალურად ალბათ. ტოკიოს ხმაც ისე კარგად დაждდებოდა შენი ხმა ისე კარგად დაждდებოდა ტოკიოს ხმას. ეხა რო აი ეგ რო წინადადება რო თქვი ეგრევე გამახსენდა ერთხელ გთხრა. გამაჟრიალა. მე მქვია ტოკიო. აუ აი წაიმენა წამოიღო მთელი ის შეგერძნება რა და უკვე ხვდები ხოლმე მე რაღაცებზე ნეანელა ვიღაცებს რო აქვთ ჩვენ გახმოვანებულ ფილმებზე და სერიალებზე ეგრე რა, იმიტომ რომ აი პირდაპირ ეგ რო თქვი, ხა ჩემთვის ეგ პერსონაჟი, ეგ სერიალი წამოიღო. არ ქონიათ ის მომენტი რომ ვიღაც გეუბნება რომ აი იცი რა ეს ნახე გუშინდა რა მაგარია და შენი გახმო ბატონო? ხო, ვაფშე არ გახსოვს. კი. ეგ გახმოვანების საქმეა. არა, ამბობ და ჩართავ და შენ ხარ. ანუ მე ფილმი ჩამირთავს, ანუ ფილმი ხო? ნახვა და ქართულად იშვიათად ვუყურებ ხოლმე, იმიტომ რომ ის ქართული მესმის და ნუ ჩავირთე რა ქართულად აიყოფილ ახლა მეგობრებთან ვართ რაღაცა ზოგმა ინგლისური არ იცის, ზოგმა რუსული ოკუპანტის ენა არ იცის, ზოგმა გერმანული არ იცის და ნუ ქართული
ჩავთო და შენი ხმა რო გეუბნებიან და ვაიმე როდის და რო გეკითხებიან ნანახი გაქვს ანუ არ მაქვს ნანახი გახმოვანებული მაქვს ანუ რეალურად ვერ ხვდები ხო რა შეიძლება იყოს გახმოვანებული თუ როგორა გაქვს გახმოვანებული თუ ნანახი არ გაქვს ანუ ამ დროს ძალიან დიდი განსხვავებაა ფილმს რომელსაც უყურებ და ფილმს რომელსაც ახმოვანებ და ჩამირთავს და ეს არ მაქვს ნანახი და უყურებ შენ გახმოვანებულს თუ არ არის იმენაზე რაც გვესმის ეგ ჩვეულებრივი ამბავია ამბავია ხო იმიტომ რომ თან გახმოვანების დროს ხო მართლა ვახტებით რაღაც სცენებს რა სადაც ლაპარაკი არ არის იქ ვახვევთ იმას ბევრი ჩავარდნა კი ხო ძალიან ჯამში შეიძლება კარგად ვერ აღიქვა და ვერ ხა ძალიან თუ მოგწონს სერიალი ხა მე ყოფილა ეგეთ სერიალები რომ ლაშა ყოფილა ძირითადად მთელი სერია თუმცა არც გავსულ ვარ და მიყურები ამიტომ რომ მომწონს და მაგას ნიშნავს რომ კი არ გავახმოვანე მართლა ვუყურე მაგრამ ნუ ხა ყოფილა სერიალებიც ფილმებიც როცა კაცია და ჩემი როლი არ არის გავდივარ რაღაცა გავისეირნე ლაშა მირეკავ შემოდი მოვიდა შენ და ეგ სამეფო კარის თამაშები მქონდა ეგეთ რომელსაც ვუყურებდი ვახმოვანებდი ჩემი სერს და იგიჟდებოდი და ანუ ქაღალდის სახლს ანუ ვუყურებდი სამეფო კარის მე-6 სეზონი გავახმოვანეთ მე მგონი ყველა თითო პერსონაჟი რო ქონდა ხო ვოისოვერი არ არის ანუ ვოისოვერი იდეაში ხო მრავალხმოვანი არა აჭარაში გავაკეთოთ ბრავში თქვენ გააკეთოთ აჭარაში ბრავში ეგ არ მახსოვს გახმოვანოთ აი ამერია უკვე ბრავო და აჭარა ხო აჭარაში აჭარაში გააკეთოთ არის რაღაცები რაც ნანახი მაქვს არის რა ხა ფილიპინური სერიალი რომ გახმოვანებული და ფილიპინური 300 სერია რო იყო და არასოდეს რო არ დამთავრდა და ანუ იყო შემთხვევები რომ ისეთი სცენები რო აი მე და ირაკლეს უბრალოდ ტექსტი დაგვიდევს ფურცლებს დავდეთ მაგიდაზე და ზუსტად იცი ახლა აქ რა მოხდება არ გჭირდება ტექსტი ანუ ახმოვანებ იმათ კადრს გაყვები ძალიან ჩორი როგორ წეწავენ და როგორ აძლიერებს დაცვას მისი ქმარი და ვერასოდეს რო ვერ გააძლიერა და ბოლო სერიაში პირანიებმა შეჭამეს ეს ქალი ანუ ესეთი რაღაცებიც არსებობს და თქვენს ქონიათ ალბათ ესეთი ამბავი აი საზღვარი რო არ აქვს ქონია მე ამერიკული სერიალი მქონია რაც მოყევი მაგაზე უარესი არ მართლა არა წარეწყინოთ ამაზე უარესი არის კიდე რამე ეს ფილიპინური და შევახმოვანებდით აი პრინცესა რო ამჟამინდელი პრინცესა რო თამაშობს სუიცი სუიცი გიჟდებიან და სუიც რანაირად უნდა უყუროთ არა სუიცი ნახე სუიცი იყო ძალიან რთული გასახმოვანებოდ იმიტომ რომ აი სუ რახ აი ძალიან ჩქარი ტექსტი იყო რა და უყურო მაინც ვერ მიხდეს მაგრამ ისე кейსები ნორმალური ქონდათ ჩქარი ტექსტი კიდე სხვა სექსიდით ქალაქში ანუ 4-ვე ქალი რო ხარ გინახავთ დარწმუნებული ვარ და ანუ რა რითმში ილაპარაკობენ და ხმარა უნაცვალო 4-ვე ქალის ერთად 4-ვე მე და საწყალი მიშკა იყო ყველა კაცი ყველა ქალი და საწყალი მახო კიდე მახო გვაწერინებდა და ანუ ჰაერს ვიღებდი რა ვიცი საიდან ვიღებდი ანუ იქ ოთახში რაც ჰაერი იყო ყველაფერი აღებული მქონდა და ბოლოს აი რომ წვანდებოდი ეს დავამუღამე რომ სამჯერ დავარტყავდი ხელს და მახოთი ანუ ესე იგი გავმწვანდი და გათიშეთ ანუ არის ეგეთი რაღაცებიც რასაც ანუ ბევრი ენერგია საერთოდ შეიძლება არ გაინტერესებს არ არის შენთვის ღირებული უბრალოდ ჭირდება ენერგია და უკვე ხვდები რომ ეს სამსახურია შენი და უნდა გაკაჩო და ეს უნდა გააკეთო არის რასაც სიამოვნებით აკეთებ არის რასაც საერთოდ არ გახსოვს გაახმოვანეთ ვარ გაახმოვანე მაგრამ რა თქმა უნდა ხარისხიანად უბრალოდ შენ გონებაში შენ გულში შენ სულში არ დარჩა უბრალოდ გაიარა რა ჩვეულებრივად რიგიწვა ფილმა კი ერთი სიტყვით მე მინდა რომ ჩვენაც ვათქმევინოთ ჩვეულებრივად გამოიწერეთ voice-over-ების არხი ჩვენი კოლექციისთვის ხო ჩვენ ხმის არქივს ხო ვაკეთებთ კი ბატონი ეს ბრწყინვალე თაროზე შემოვდოთ ანუ ამაების გარდა მომავალში მაგების გარდა კამერასთან კი კამერასთან გამოიწერეთ voice-over-ების არხი გამოიწერეთ voice-over-ების არხი ეგარი აუნათ ძალიან მადლობა რომ მოხვედი ძალიან კარგი იყო რაღაცა მგონია რომ მოკლედ და საყვარლად ყველაფერს შევეხეთ ხო რაღაცა ისე მე ძალიან გმაყოფილი ვარ თქვენი ნახვით თქვენი წარმატება და მოდი ხოლმე სხვადასხვა ლოკაციებზე ვიმოგზაურებთ ჩვენც და იარე ჩვენთან ერთად სიამოვნებით ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც გამახსენეთ არაჩვეულებრივი ამბები გამახსენეთ ძალიან მიყვარხართ და მიხარია თქვენი წარმატება და რომ ხედავთ ერთად კიდე ორჯერ მეტად მიხარია
მიყვარხართ ძალიან. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთი გულწრფელი ხარ, ესეთი კარგი ხარ და ესეთი კარგი სერიალი მოგვიტანე დღეს, გაგვახსენეთ ან და დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც აი ეს ემოციები წამოუვა ეხა იმ ხმაზე, რაც მე წამომივიდა აქ რა. ძალიან დიდი მადლობა. აქვე უნდა გადავუხადოთ, მადლობა Facebook გვერდ Moviverse, რადგან არის ჩვენი მეგობარი. აუცილებლად უნდა გამოიწეროთ და ლაიქოთ Facebook-ზე, იმიტომ რომ ფილმებსა და სერიალებზე სიახლეებს და არა მარტო ფილმებსა და სერიალებზე, voice-over-ებზეც მათ შორის გაიგებთ Moviverse-ზე, გამოიწერეთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ რეიხებს Crispis, რო არის ჩვენი ერთგული მეგობარი. ძალიან საყვარელი მეგობარი. ძალიან დიდი მადლობა შენ, ციკო. ძალიან დიდი მადლობა ნათია, ძალიან მადლობა მაყურებელს დიდი მადლობა თქვენ ბიჭებო რომ მიიღებდით ამ გადაცემას და შემდეგ შეხვედრამდე. კარგად. აში მეგობრა. კარგად.